მანამდე კი სცენაზე ერეკლე ჩაკვეტაძე გამოვა. ჩემი თავარი X-Factor ის არის, რომ არ მეშინა სცენაზე წარდგომის, ვარ მზად ყველაფრის, კისთვის, არასთვის, 4 არასთვისაც მზად ვარ, საერთოდ ნერვები არ ამეშლება, არც არ ნერვიულდები და მთავარია მე გამიხარდეს, მე ვიყო ბედნიერი და სიმღერის დროს მე ვგზო თავი ბედნიერად სულფასოვნა და თავისუფლად. გამარჯობა ყველასა. ვაუ, გამარჯობა. გამარჯობა სტეფანე, სუფრინად გამოიყურებით. სოფო თამთა. როგორ ძანდები? კარგად. მომწონს აქტიური ბიჭია. ძალიან კაი ტიპი ხარ აშ. მაგრამ კაი ტიპობა არ არის. ხო, საკმარისი, რა თქმა უნდა. ვიყო X-Factor. კი. რა შეგვისრულებ? შონტელის იმპასიბლს შევეცდები რომ შეგისურვოთ. გისმენთ. აი დარბაზი ამხანებებს. I remember years ago someone told me I should say caution when it comes to love I did. And now when all is done there's nothing to say. And so effortlessly here one you can go ahead tell them all I know now shouting from the rooftops would be impossible thinking all you need is there building faith ნუ არ იწვალებ ერეკლე. ჩვენც ნუ გაგვაწვალებ. ნუ გაუბრაზდები ახლა გერება თუ კაც რა მოგივიდათ, კაი ბიჭია ხარ რა ქნას. კაი ტიპობა მართლაც არ არის საკმარისი, როგორც შენ თქვი და ის რაც არის საკმარისი ან მინიმუმი მაინც, შენ საერთოდ ვერ დაგვანახე. ძალიან კომუნიკაბელური ხარ, შენგან შოუმენი ნამდვილად დადგება, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ მომღერალი არასოდეს არ დადგება. აი ამას ვგრძნობ. შეგიძლია ტელეწამყვანაც. რას გულისხმობ სტეფანე? სადმე სხვაგან ცადოს ბედი ტელევიზიაში ხედავ მას წამყვანად. რატომაც არა? და ნუ იყურები ესე, იმიტომ რომ ძალიან პატარაა. მე მომღერლად უფრო ხედავ სტეფანეს ადგილზე. რაო? მომღერლად უფრო ხედავს. ვიდრე როგორც წამყვანი ანუ. წამყვანობისთვის გენეტიკაა საჭირო. მომღერლობა გენეტიკურად შეიძლება? არა. ეს ნიჭი, ზებუნებრივი ნიჭია. ეს სხვა ნიჭია. აღმოჩნდა რომ მხოლოდ გენები ვყოფილვარ მე цаრიელი. აუშეთ ეს ბიჭი და ნუ აწვალეთ. დავღალეთ ერეკლეც და ხალხიც. მე გიორგის ვეტყვი რომ ყველას არ აქვს გენეტიკური შთამომავლობით ეს წამყვანობის ნიჭი და ვიღაცებს შანსი უნდა მისცე აუცილებლად რომ იმედი კონდეს რომ ეს ყველაფერი გამოვა. ეგ თქვით უკვე უთხარით რომ წამყვანი შეიძლება გამოვიდეს, მე აქ რომ მოვა აქ დავაკვალიანებ თუ უნდა წამყვანობა. მე შენი მჯდერა მე ვფიქრობ რომ შენგან შეიძლება შოუმენი დადგეს, მაგრამ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მე გეუბნები არას. მოდი ერეკლემ თვითონ გადაწყვიტოს რა გამოვა. მეს გეუბნები არას. მე სამწუხაროდ უნდა თქვა არა. გიო შენ გამოვა მისგან მომღერალი. ერეკლე შანსი არაა რომ შენგან მომღერალი გამოვიდეს, ტყუილად ელოდები მათ პასუხს. კი. მაფასი ბევრ დაჭერას. შენ ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. აუ. ცნობილი წამყვანისგან ერთი კი და ალბათ ერეკლეს მომავალში სხვა ამპლუაში ვიხილავ. რაღაც არ ვიცი ეთყობა. ვინმე არის შენი წამყვანი? დედაჩემი. მართლა?